სნოუბორდის საერთაშორისო ტურნირი იწყება ასპარეზობის დაწყებამდე მცირე დრო არის დარჩენილი. ამ დროისთვის სპორტსმენები მოსათელ ვარჯიშებს გასდიან. 19 ქვეყნის 100-მდე საუკეთესო სპორტსმენი კი ჩაერთვება ტურნირში, რომელსაც საკმაოდ სერიოზული საპრიზო ფონდი ექნება. ერთ საათში გაირკვევა თუ რა თანმიმდევრობით იასპარეზებენ სპორტსმენები გუდაურის პირველ ტრასაზე. სნოუბორდის საერთაშორისო ტურნირის გახსნას დღეს საღამოს თბილისის მერი გიგი უგულავაც დაესწრება. მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე დილიდან გამთენიდან მიდის ტრასების მომზადება, მოყინა, რაც საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვლილი. ჩვენ სპორტსმენებზე რა თქმა უნდა გითხრათ, ძალიან რთული არის. ჩვენ არ გვაქვს ის დიდი მომზადება, რომ ჩვენ დავაჭიროთ სოფლიო ჩემპიონებს, ევროპის თასის მფლობელებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩემი იმედი ათეულში რომ შევიდეს ქართველი სპორტსმენი, ეს დიდი მნიშვნელობა იქნება საქართველოსთვის და ჩვენი ფედერაციისთვის. ჩამოსული არის ათანასე პეტროვი, ბულგარეთის მწვრთნელი, რომელთაც მიდის მოლაპარაკება, რომ გაქცეს საქართველოს მწვრთნელი და გავაფორმოთ ხელშეკრულება. მომზადებით საკმაოდ ნორმალურად მოვებზადეთ ვივარჯიშეთ და ძლიერი ქვეყნები არიან ჩამოსული, მსოფლიო ჩემპიონია რამოდენიმე. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შედეგი ვაჩვენოთ და თუნდაც ათეულში შევიდეთ და საქართველოს ქულები მოვუპოვოთ და წარმატებით დავამთავროთ ტრასა.